თუ როგორ აღნიშნავს ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებას PSG და მთელი საფრანგეთი. ეიფელის კოშკთან მოწყობილია სცენა, სადაც ფეხბურთელებმა მთავარი ჯილდო ჩემპიონთა ლიგის თასი აიტანეს. სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა 16 შეხვედრაში. ასეთია ქართველი ფეხბურთელის შედეგი ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ ტურნირზე. მსგავსი აღიარება სხვადასხვა წელს მიუღიათ მხოლოდ ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან რონალდუ, ბენზემა, ლევანდოვსკი, მოდრიჩი. ჩვენ ახლა ვხედავთ ხვიჩა კვარაცხელიას თასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგება თუ საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. აი ეს კითხვა დაუსვეს ხვიჩა კვარაცხელიას რამდენიმე წლის წინ, მაშინ როცა ორივე მიზანი თითქმის მიუღწეվել ოცნებად ჩანდა. დღეს კი ორივე არის რეალობა. საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, ხვიჩა კვარაცხელია კი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებული მეორედ გახდა. ბუდაპეშტში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარი სენ-ჟერმენმა ლონდონის არსენალი პენალტების სერიით დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა. ძირითადი დრო 1-1 დასრულდა. დამატებით დროშიც გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. საბოლოოდ კი ფრანგულმა კლუბმა პენალტების სერიაში გაიმარჯვა. ხვიჩა კვარაცხელიას ფინალში გოლი არ გაუტანია და საგოლე გადაცემაც არ შეუსრულებია, თუმცა მისი გავლენა თამაშზე არაერთხელ გამოჩნდა. სწორედ ქართველის წინააღმდეგ წესების დარღვევის შემდეგ დაინიშნა პენალტი, რომლითაც დემბელემ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მატჩის შემდეგ, როგორც ფრანგული, ისე საერთაშორისო მედია ხაზს უსვამდა კვარაცხელიას აქტიურობას, პრესინგ, შეტევების გამწვავებასა და იმ დიდ სამუშაოს, რომელსაც სტატისტიკა ყოველთვის ვერ ასახავს. მეხუთე წუთზე გოლი გავუშვით და ფინალში ესეთი ცვლილების წინააღმდეგ არ არის მარტივი, იმიტომ რომ მთელი თამაშის განმავლობაში ცდილობდნენ რომ დაცვაში ჩამჯდარიყვნენ და ჩვენ შემტევებზე თითქმის 2 კაცი, 3 კაცი ერთმანეთს აზღაურდა და ძალიან რთული იყო, მაგრამ ვიპოვეთ მომენტი, პენალტიც ავიკიდე და რა ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ რომ გუნდს დავეხმარე და რა ვიცი, უბედნიერესი ადამიანი ვარ დღეს რომ მეორე მოვიგე ჩემთან ლიგა. კუნთი მეჭიმებოდა რა და ძლივს გავიქეც მართლა, აი ძლივს გავბოდი და რა ვიცი, ახლოს ვიყავი მაინც. მე ვფიქრობდი რომ აი კუნთი რო არ გავჭიმულიყო, რას ვიზავდი და როგორ გავიქცეოდი. მივხვდი რომ ფეხბურთში და საერთოდ ადამიანს თუ ოცნება აქვს, ყველაფრის გაკეთება შეუძლია და რა ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ რომ ღმერთმა მომსამის საშუალება რომ დღეს მე ვიყო ამ სიტუაციაში და იმედია რომ კიდევ ბევრი ქართველი იქნება იგივეს განიცდის, იმიტომ რომ იმდენად კარგი გზნობაა რომ ყველას უსურვებ რომ ეს გზნობა ერთხელ მაინც განიცადო. ვფიქრობდი მეორე უფრო რაღაცნაირი პირველი კიდევ ვერ გავიაზრე ალბათ და ცოტა რთული იყო და მეორეზე უკვე მივხვდი რაც მოხდა.